მე-12 თუ ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც მის პიროვნებას აღიარებენ, ის სწავლობს დაისახოს მიზნები და მიაღწიოს მათ. აი წეგა რო ვამბობდით, რომ ის უნდა იგრძნოს, რომ პიროვნებაა, ხო? მე უკვე იმას კონკრეტული მიზნები სწავლობს, რომ კონდეს ცხოვრებაში, აი უაზროდ და უმიზნოდ კი არ იცხოვროს. ეს არის არსებობა, როცა უმიზნოდ და უაზროდ ცხოვრობ, კი არ ცხოვრობ, არსებობ და ჩვენ იმიტომ გავჩნდით, რომ ცხოვრების გამოცდილება მივიღოთ, ემოციური გამოცდილება მივიღოთ. სულს მეტი არაფერი არ მიაქვს აქედა, ვერაფერს ვერ წაიღებ. აი ეს გამოცდილება მიგაქვს ემოციური, როცა ცხოვრობ. თუ არსებობ, ამ გამოცდილებას ვერ იღებ. ამიტომ ეს არის აი ძალიან გადამწყვეტი რაღაცა რა, რომ შენ შეგეძლოს და შენ რო ბავშვობაში შენ პიროვნებას აღიარებენ, შენ ამას სწავლობ ზუსტად, რომ შენ შეგიძლია შემოქმედი ხარ, დაისახო მიზნები, მიაღწიო და შექმნა შენი ცხოვრება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა მოკლედ. აი თუნდაც ამაზე მაგალითი მოყავს ფსიქოლოგებს ესეთი, რომ აი როგორ უნდა გვეუნებითო, როგორ ვაგრძნობიოთ ბავშვი რო პიროვნებაო. აი თუნდაც სულ წვრილმანებში ვლინდება ეს, მიიყავს სადღაც ბავშვი სტუმრად, ხო? კი არ უნდა მიუგდო ის შარვალით უკაბა და კი არ უნდა უთხრა, რომ დღეს ამას ჩაიცმევ. არა, თუნდაც ორი დაუდეთო, ორი კაბა ან ორი შარვალი და უთხარი, რომ შვილო შენ არჩიე დღეს რომელიც გინდა ის ჩაიცმე. უკვე იმან იგრძნო რომ პიროვნება. უკვე იგრძნო რომ ის აზრს ისმენენ და ანგარიშს უწევენ. უკვე მიეცი არჩე. აი თუნდა რა უნდა ეხლა ამას რა? დაუდე ის ორი კაბა რა ელემენტარულია, ხო? ოღონდ 10 კაბა არ დაუდოთო ან 5-ო და 5 შარვალი. რატო? იმიტომ რომ ეს არის უკვე ზედმეტი თავისუფლება და ბავშვი იბნევა და საერთოდ დაკარგა ეს ყველაფერი, დაიბნა ქაოსშია. აი მეორე უკიდურესობა არ ვარგა. ორი სრულიად საკმარისია, რომ უკვე იგრძნო რომ პიროვნებაა, ხო? ორი არჩევანი გაქვს. ხო, აი ხო, კი ბატონო. ოღონდ აი მეორე უკიდურესობაშიც არ უნდა გადავარდეს. ხშირად არის აღზრდა ისე მიყვავს ჩვენ, რომ ყველაზე მთავარს ვართმევთ, ეს არის არჩევანის გაკეთების უნარი. ანუ როდესაც ეუბნები, რომ ესე უნდა, ესეა საჭირო, ესე უნდა გაკეთდეს, ეს განსაზღვრული არის, ყველაფერში განსაზღვრულია და ამ უნდას პრინციპით ხდება ჩამოყალიბება პიროვნების, სადაც ჩაკვლული არის მასში მინდას მომენტი. და მე როდესაც დადგება დრო, როცა შენ დაინტერესდები, რომ რა უნდა მას, შენ აღმოაჩინო, რომ არაფერი არ უნდა. მინდა არა აქვს. არის ესეთი მდგომარეობები. აი არის მე უკიდურესად გამწვავებული სიტუაციები რო არის, თქვათ იქ დეპრესიული მომენტები და რაღაცა, რომ საერთოდ არ უნდა და ძალიან ვწვალობთ ჩვენ, რომ დავუშვათ აღმოვაჩენინოთ მინდა.